ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათთან ქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების საშუალება, შეხვედრების გამართვის საშუალება და რა თქმა უნდა ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა ბაქოში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, აზერბაიჯანში ყოფნა და ბუნებრივია ამ პლატფორმას ვიყენებთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებაზე და ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასთან და ენერგეტიკული თანაშრომლობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გადაგრძელდა 20 წლით, ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ასევე ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისის სუფსის მილსადენს. ეს მილსადენი რეალურად გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ჩვენ უზრუნველყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება რა თქმა უნდა საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება კიდევ ერთხელ ვიტყვი აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი შემოსავალს მიიღებს. ამ 3 წლის განმავლობაში შეგახსენებთ, რომ შემოსავალი უტოლდებოდა ნულს, გაჩერებული იყო მილსადენი და ამ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ამ მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება და ასევე შევთანხმდით ბაქო-თბილისის ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის ეს მონაკვეთი. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ოპერირებას, შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმოო აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად და რა თქმა უნდა ეს პროექტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით. ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, შესაბამისად ევროპას, აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანაშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამ კუთხით ეს შეთანხმებები არის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის, საეტაპო მნიშვნელობის და ასევე მადლობას ვუხდით აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში და ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების კუთხით, მათ შორის ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში.